მოგესალმებით, მე გიგა და იაგო, ჩვენი სტუმარია თოკო. მოგესალმებით. დამალობანა თქვით? დამალობანა. აი არჩევნებზე ხმას რატო არ გაძლევთ? დღევანდელი გადმოსახედიდან რო უყურებ, ვუშვებ რომ ვწდებოდი. მოგატყუათ ხალხი. მაგარი ამბები გავიგეთ პარლამენტიდან. ყველა მიყვარს პოლიტიკოსები. მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ უყურებთ Smart Podcast-ს. მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ გვილაიქებთ ვიდეოს. სხვადასხვა დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს, იაგო ხვიჩია. თუმცა სანამ სტუმართან უშუალოდ საუბარს დავიწყებთ, მანამდე მე მგონი სპონსორები უნდა გამოვაცხადოთ. კი ბატონო, ისეთი სიახლე გვაქვს, რომ ამის დაწყების გარეშე არ გამოვა. როგორც იცით, ჩვენ ყავს სპონსორები, ეს არის სუნამოების კომპანია Aromato, ასევე ყავს კომპანია კარების დამამზადებელი კომპანია Dorhouse, ყავს საუკეთესო ბურგერების გამკეთებელი კომპანია საქართველოში, ეს არის Burger Lions-ი და შემოგვიერთდა Tesla. ეს უდიდესი კომპანია, Tesla ალბათ ძალიან ბევრი მაიცით და ძალიან გაგვიხარდა რომ ეს კომპანია უკვე ჩვენთან არის და ყველას გირჩევთ რომ შეიძინოთ ამერიკული ელექტრომანქანები მართე მომავალი. ლინკები გვექნება აღწერაში, აუცილებლად და გადახედეთ. იაგო, გამარჯობა. მოგესალმებით. როგორ ბრძანდებით? არა მიშავს. მადლობა რომ გვესტუმრეთ დღეს რომ ჩვენთან ხართ. თქვენ მოწვევით. ჩვენ გვაქვს ხოლმე ესეთი ტრადიცია მოკლედ რომ სტუმარი რომ მოდის ჩვენთან, სამ ვერსიას ვთავაზობთ სტუმრის წარდგენის მოკლედ და სტუმარი ირჩევს შემდეგ რომელზე შემოვა ესე რომ ვთქვათ და თუ არ ხართ წინააღმდეგი, გეტყვით თითოეული ჩვენგანი ჩვენ ვერსიებს და თქვენ რომელიც მოგეწონებათ. ვინ დაიწყებს? დავიწყებთ თქო. საქართველოს დაბადების ავტორი იაგო ხვიჩია. ეს ელაკონურად მარტივი, ხო? კი, ანუ ორაზრავანიც მეც მაქვს ერთი. კარგი. მეც მაქვს ასეთი. TikTokeri, YouTuberi და პოლიტიკოსი იაგო ხვიჩია. აი, ჩემი ვარიანტი არის ესეთი. მოგესალმებით, მე გიგა და იაგო, ჩვენი სტუმარია თოკო. მოგესალმებით. ერთ-ერთი ნაარჩი. სამივე რო იყოს? კი ბატონო, ეგეც შეიძლება. იყოს ან სამივე. ბოლო ან სამივე. ამ ბოლო სამი. აი, ბოლო რა, მაშინ ბოლო. ბოლო. მაშინ მოგესალმებით, μადლობა დაპატიმრებისთვის. ეგ არის მაშინ, ხო? ამოვარჩიეთ, ხო და შეგვიძლია რომ დავიწყოთ მაშინ და რა ხდება იაგო, როგორ ხართ ზოგადად, მოგვიყევით, თან ამბავი როგორ არის, იცით? ჩვენ ძალიან ბევრს ფიქრობდით, რომ აი იაგო ხვიჩია მოდის ჩვენთან სტუმრად და რაზე ვესაუბროთ, რა გავაკეთოთ და ერთ რაღაცას მივხვდით რა, მოკლედ რა, რომ ვიყავი ფორმულაზე მისული და არ გაცადეს საუბარი, შემდეგ დებატები გქონდა ნიკა მელიასთან, ეგეც ვნახეთ ყველამ და არ გაცადათ საუბარი. გისმენთ იაგო. მიდი იაგო, რაც გინდა მიდი. ხმას არ ვიღეთ ჩვენ. რავი, მაშინ კეთილი იყოს ჩემი მოსვლა ამ ოჯახში. გაიხარ. მადლობა. სასიამოვნოა თქვენ გაცნობა. მეტი არ ვიცი, გითხავთ გიპასუხებთ, მაგრამ ესე არ ვარ მომზადებული მონოლოგისთვის დღეს. ეგ მელიას დროს ვიყავი მომზადებული, მაგრამ ვინ მაცალა. აჰა. კარგი, მაშინ კითხვებით დავიწყოთ. კითხვებით დავიწყოთ და რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ საქართველოში ხა პოლიტიკური ამბიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ხა იაგოსთან პირველი კითხვა ეს ყველაზე კარგი იქნება. ესეთ რაღაცას ვიტყოდით, რომ თქვენთვის ახლა ისეთი სიტუაცია, რომ წესით ყველაზე მეტად უნდა გაწყობდეთ ახალი არჩევნები, მაგრამ ყველაზე ცოტა სამობთ ამაზე. რატო ხდება ასე და რა არის ამის მიზეზი? იცით რაშია საქმე, რომ ჩვენ მართალია ყველაზე მეტად გვაწყობს არჩევნები, მაგრამ ხალხი თუ ისევ იგივე ჭკუაზეა და ცოტა აზზე არ არის მოსული, მაშინ ჯობია რომ 4 წლის მერე იყოს. მაგრამ მეტი შანსი არსებობს. და იგივე ჭკუაზე რა სამობთ? ანუ ოპოზიციის სამორჩეველზე ამობთ თუ პოზიციის სამორჩეველზე? პროპაგანდას აყოლით ამორჩეველზე და რაღაცა პროპაგანდისგან განმუხტვა გამოფხიზლებას რაღაცა დრო ჭირდება, აი რაღაცას რო დალეო, ან მიიღებ არა აქვს მნიშვნელობა რაზე არის საუბარი, რო გამოფხიზლდე, ცოტა დრო გჭირდება, შეიძლება ცოტა გამოანათო რაღაცა დროის გასვლის მერე, მაგრამ ჯერ მაინც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ხალხი გამოფხიზლდა და ამიტომ მშვიდად ველოდები რაც იქნება. მაწყობს არჩევნები რაც შეიძლება მალე, მაგრამ ისიც მაწყობს რომ ცოტა მერე იყოს, იმიტომ რომ ხალხა უცბად ვერ ვატყობ ჯერ ხალხს გამოფხიზლებას, ჯერ კიდე იმ ბურანში არის დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რაც იყო ცოტა ხნის წინ. ანუ პროპაგანდა ხო იქნება ყოველთვის რაღაცის პროპაგანდა. კი, მაგრამ იმუნიტეტიც გვიმუშავდება პროპაგანდის მიმართ. ანუ აი სულ ან ქართული ანდაზის არ იყოს, კოკა ყოველთვის წყალს არ ატარებს, მაგრამ ჯერჯერობით ატარებს მაინც ასე თუ ისე, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ ამ წუთის მოცემულობითაც, რომ ხალხის ნაწილი არალოგიკურ მოძრაობას ჩვენი პოლიტიკოსების და შეიძლება NGO-შნიკების
ჯერ კიდე აღყვება ხოლმე და ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად მოხდეს ის რომ იმ ხალხმა რომელმაც თავის დროზე ხალხის სხვადასხვა ფორმით მოატყუა იქნება ეს პირობითად ხმა არ დაიკარგოს თუ იქნება ეს რომ აპა ცოტაც და ნაცები ბრუნდებიან აი მგონია რომ მირჩევნია რომ ხალხს ცოტა ვაცალო გამოფხიზლება ტრამპი რომ მოვიდა პირობითად რა ტრამპა ხო ძალიან ბევრი რამე შეცვალა ეგრე ხო შეიძლება 4 წელს ის კიდე ვინმე მოვიდეს ეგეთი ძლიერი სახელმწიფო სათავეში და კიდე უფრო შეცვალოს ანუ ეგენს ხო არის ერთ-ერთი პირობა იმის რომ ჩვენთან რამე შეიცვალოს აი ხა ტრამპა რა შეცვალა მაგაში არ მიიღებს მაგაში მონაწილეობას რომ ეგრე არ იყოს ეს პროპაგანდა იმ მხრივ რომ აი მაგალითად ეხა რაც ხდება რა ის რა ქვია აქციებთან დაკავშირებით და NGO სექტორთან დაკავშირებით ხო რაღაც დაფინანსებები შეწყდა ეს ხო იმოქმედებს ამაზე რა თქმა უნდა მე ზოგადად ძალიან დიდი იმედით შევყურებ ოკეანის გაღმინდელ მოვლენებს იმიტომ რომ იქ ახლა ცუნამი ხდება ანუ ამერიკულ პოლიტიკაში ახლა ხდება ცუნამი და ის როგორ გითხრათ პოლიტიკური კონფიგურაცია რომელიც არსებობდა აქამდე რომ ვოუკიზმი თეთრ სახლზე LGBT დროშის ფრიალი საჯარო სივრცეში ტყუილების კორიანტელი აი ეს იცვლება რაღაცნაირად და ამერიკის სათავეში მოვიდა კაცი ხანში შესული ასაკიანი კაცი საღი აზრით და ცხოვრებისეული გამოცდილებით და იმ რწმენით რომ რაც მე არ მესმის რაღაცნაირად არ არის ჩემთვის გასაგები ცხოვრებაში ჩემი გამოცდილება სხვა რამეს მეუბნება იმას არ გავაკეთებ და ეს ფაქტობრივად პირველად ხდება ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდის განმავლობაში რაც მე თვალს ვადევნებ პოლიტიკას როგორც ასეთი და ვფიქრობ რომ ეს ცუნამი ჩვენამდეც მოვა უბრალოდ ჯერ საქართველოში კიდე არსებობს ხალხი რომელმაც არ იცის რომ ამერიკაში რაღაც შეიცვალა იქიდან გამომდინარე რომ რკინის ფარდაა ჩამოფარებული ფაქტობრივად ადგილობრივ მედია სივრცეში იმ თემებთან დაკავშირებით რაც სამყაროში ხდება და ისე იქცევა ჩვენი მედია სივრცე თითქოს ამერიკაში ტრამპს არ გაემარჯვოს თითქოს რაღაც ელონ მასკი ბუნებაში არ არსებობს თქვენი სპონსორი და ისა რა ქვია აი ამის არ შემჩნევა ჩემი აზრით არის მთავარი ტყუილი რომელიც ახლა ქართულ მედია სივრცეში ხდება და მე არ მჯერა რომ ჩვენი იხნის კარტებს ვეძახი მე ქართულ მედია სივრცეში უდიდეს ნაწილს გამონაკლისები ყველგან არსებობენ და ვის აქვს ინტელექტი და მიხვედრით რისუნარი თქვენც იცით და მეც ვიცი მაგრამ უდიდესი ნაწილი უბრალოდ მოძრაობს არა ადამიანის ტვინით ამ წუთას არამედ რაღაც ტიპის ინსტინქტებით ხო და აი მე ვფიქრობ რომ ამას ის ცუნამი რომელიც ამერიკიდან მოდის ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში რაღაცნაირად გადაუვლის და მაგ დროს მინდა რომ იყოს არჩევნები ეგ ცუნამი გამოიწვია ჩემს დრამიცით რომ ლიბერალურმა კულტურამ და ამდენი ხანი ლიბერალების ყოფნამ სათავეებში ძლიერ სახელმწიფოში ევროკავშირში და ამერიკაში გამოიწვია ის რომ ანუ ხალხი გაბრაზდა რაზე იცი რომ ანუ ძალიან არასწორად წავედით სოფლიო რაღაცნაირად ისე რომ თვითონ დემოკრატიული შეფუთვით საკუთარი აზრის გამოხატვა აღარ შეგიძლია დემოკრატია არის ერთი მხრისთვის მარტო და მეორე მხარეს არ შეუძლია არაფრის თქმა და მე მგონი მაგან ამოხეთქა და ეს ცუნამი რასაც ამბობდი ეგ ცუნამია ამაზე თავის დროზე წერდა უმბერტო ეკო პოლიტკორექტულობის შესახებ ეგეთ ნაშრომი აქვს სადაც ყველაზე ადრე ყოველ შემთხვევაში მე უფრო ადრინდელი ნაშრომი არ მინახავს ამასთან დაკავშირებით ერთი 2000 წლეული წინანდელი ნაშრომია საქართველოშიც ხო უმბერტო ეკო რაღაც საქართველოშიც არის საქართველოს შესახებ აქვს დაწერილი მაგრამ მე მგონი თვითონ ფიზიკურად არ ყოფილა თბილისში თუ არ ვწდები მაგრამ ის ამბობდა რომ საფრთხეს რომელიც აი დღეს უკვე ამოხეთქა და საქართველოს ჯერ კიდე არ არის მორჩენილი მაგრამ ამერიკაში ფაქტობრივად მის ამერიკაში გაიმარჯვა მის საწინააღმდეგო აზრმა იყო რომ პოლიტკორექტულობის მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ანუ ამერიკული არგუმენტით ვითომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ამერიკული არგუმენტი ის არის რომ გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს და მე მგონია რომ აი ეს ამოვიდა ტყელში ამერიკელებს აი ეს რომ რაღაცის თქმა არ შეიძლება იმიტომ რომ და ნუ აი არ არსებობს კონტრარგუმენტი, მაგრამ რაღაცა თითქოს შენ თუ რაღაცას ადამიანს მოიხსენიებ ისე, როგორც მას არ მოეწონება, ეს უნდა შეგეზღუდოს. არა და გამოხატვის თავისუფლება საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ მე რო არ მომწონს რაღაცა, აი ეს უნდა მოვისმინო. თორე გაუმარჯოს იმას საქართველოს პრეზიდენტს ან გაუმარჯოს საქართველოს პატრიარქს, ამას არ ჭირდება გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება ჭირდება ისეთი აზრების გამოთქმას, რომელიც ადამიანთა ნაწილს არ მოწონს. აი როგორც მაგალითად JD Vance-ის გამოსვლა იყო ეხა ევროკავშირს რო გამოვიდა, არავის არ მოწონდა. თავარი არგუმენტი ხო ეს ქონდა, რომ თქვენო ევროპელებს ხო თავარი პრეტენზია ეს უთხრა, რომ თქვენო გამოხატვის თავისუფლებას გრძალავთო საბოლოო ჯამშიო. ანუ ანტიამერიკული მისი თავარი პრეტენზია იყო ის რომ თქვენ ებრძვით გამოხატვის თავისუფლებას, ვითომ დასავლური ღირებულებებით და გამოხატვის თავისუფლება არ არის დასავლური ღირებულება. არც არასდროს არ ყოფილა. ზოგადი ღირებულება საქართველოს რო დაუბრუნდეთ. მე მაინტერესებს ესეთი რაღაც რა. იაგო ხვიჩიას დარწმუნებული ვარ არ მოწონს ის სიტუაცია, რაც დღეს ხდება საქართველოში.
რაღაც თვალსაზრისით რა. ხო, თუ გულისხმობ ჩემს პროფესიაში არ მომწონს. პოლიტიკაში. ხო. და ის მე ვფიქრობ ისეც ზოგადადაც რა, ანუ მოსახლეობაში ეს დაპირისპირება ძალიან პოლარიზდა ყველაფერი და ძალიან ქაოსი არის მოკლედ და იაგო ხვიჩია რაში ხედავს გამოსავალს აი ამ სიტუაციიდან. აი ახალი არჩევნები მე არ მგონია პანაცეა. ანუ ზოგადად არ მგონია პანაცეა და გეტყვით რატო? ჩვენ არჩევნები გვქონდა რამდენიმე თვის წინ. და ფიზიკურად არჩევნების თავარი მოვალეობა რა არის, რომ საზოგადოებაში რომ დუღილის ტემპერატურა მაღლა აწეულია, ის რომ ხალხი ერთმანეთთან კონფლიქტი აქვს, დაპირისპირება აქვს, აი როგორც მაგალითად ამერიკაშიც იყო, მარტო ჩვენთან ხო არ ყოფილა წინას არჩევნები. მაგრამ ამერიკაში ჩატარდა არჩევნები და ამ ტემპერატურამ დუღილისამ დაიწია. ხალხმა გაარკვია, ხო, არჩევნები გაკეთდა, ამ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს და შესაბამისად ტემპერატურამ დაიწია, ვიღაცა ეგუება იმას, რომ წააგო და ვიღაცა ზეიმობს გამარჯვებას. ამას აქვს ლეგიტიმაცია საზოგადოებიდან და შესაბამისად აი სანამ ისევ არ აიწევს ტემპერატურა, რაღაცნაირად დაწეულია, ახლა და მშვიდად ცხოვრებას იწყებს ეს საზოგადოება. ჩვენთან სიამძულეში არჩევნები ჩავატარეთ და ტემპერატურამ უფრო მაღლა აიწია ნაცვლად დაწევისა. კიდევ რომ ჩაატარო ახალი არჩევნები და ისევ იგივე მოხდეს, ეს ხო არ მინდა. მე მინდა ისეთი არჩევნები, რომლის შედეგადაც ტემპერატურა დაბლა დაიწევს. და ამისთვის ახალი არჩევნები რო ჩაატარო, უნდა ჩაატარო განსხვავებულად. იმისთვის რომ რაღაცა შეცვალო, თუ არაფერს არ ცვლი, ისევ იგივე ხდება. მაშინ ხო დაბლა არ დაიწევს ეს ტემპერატურა. ამიტომ ჩემი პრეტენზია განსაკუთრებით ოპოზიციური მხარის მიმართ ამ შემთხვევაში არის ის, რომ თქვენ რო იძახით, რომ ახალი არჩევნები გინდათ, როგორი არჩევნები გინდათ, ისევ იგივენაირი? ეს კითხვა მაქვს. და ამ კითხვაზე რო ან პასუხობენ, მაგიტო ვიგინები სინამდვილეში ამ პასუხის ადრესატების მიმართ. იმიტომ რომ მეც მინდა ახალი არჩევნები, ოღონდ მე ახალი არჩევნები კი გასაგებია, იმიტომ მინდა რომ წარმატებას მივაღწიო, იმიტომ რომ ამ არჩევნებში ვერ მივაღწიე წარმატებას, მაგრამ თან ისეთი არჩევნები მინდა რომ ჩემ წარმატებასთან ერთად საზოგადოებაში ეს დუღილის ტემპერატურა დაბლა დაიწიოს. ხო და ვცდილობ რომ ვიპოვო გზები ლაპარაკის მათ შორის რომ შევუთანხმდე ჩემს კოლეგებს. რანაირი იქნება ის არჩევნები, რომელიც ნამდვილად დაწევს ტემპერატურას დაბლა. აი 2012 წლის მაგალითი რო წარმოვიდგინოთ რა, რაღაცნაირად ხო, როგორი ტემპერატურა იყო აწეული 2012 არჩევნების წინ. 2012 არჩევნების მერე დავარდა ტემპერატურა და საზოგადოებამ რაღაც მომენტში მშვიდად დაიწყო ცხოვრება. მაგრამ ახლაც ხო იგივე სიტუაცია გვაქვს, ტემპერატურა მაღლა არის აწეული და არჩევნები ტარდება, მაგრამ დაბლა არ იწევს. და ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ შეიძლება ეს ტემპერატურა დაბლა დაიწიოს არჩევნების შემდეგ. ისე უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ამის თქმა მინდა. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ აი მან დე ხარ აქვს ბევრი პრობლემა შეიძლება იყოს, ახლა მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ჩემი შეხედულებით როგორც მოქალაქის, საქართველოს მოქალაქე, ესე ვფიქრობ, რომ აი მაგალითად თქვა პირობითად არ მოწონს მთავრობა რა. რაღაცას ვერ აკეთებს, რაღაც ეკონომიკაში ვერ ვიწევთ წინ, რაღაცა პრობლემები არსებობს, ყველა სახელმწიფოც აქვს და შეიძლება არსებობდეს აქაც. და არის კიდევ რაღაც პრობლემა თვითონ სახელმწიფოც ამოს მაგას. აი რო გამოდის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რა და წინასაარჩევნო ის არის და მეუნება ეკონომიკა მოიმატებს. როგორ? ანუ მაგ პასუხებს ვერ იღებს ჩემი აზრით მოსახლეობა და მაგაში არის ძალიან დიდი პრობლემა რა ჩემი აზრით, იმიტომ რომ როცა ამბობ შენ რომ მე უფრო უკეთესი ვარ, უნდა მითხრა და თითქოს ნახე შეურაცხყოფაც არის გამორჩეული ჩემი აზრით, რომ არც თვლის საჭიროთ რომ აუხსნა. და იმიტომ რომ რეალურად მე ვფიქრობ რომ არც იციან და ისე ამბობენ ჩემი აზრით. ისე ამბობენ პოპულისტურად რომ ეკონომიკა მოიმატებს. ბევრი ტურისტი შემოვა. ანუ ხო ხტები რასაც ვამბობ, ანუ მე მგონი ეგეც ძალიან დიდი პრობლემა არ არის ხა. გეტყვიათ რომ უფრო აი რომ გავაღრმავო შენ რასაც საუბრობ, მაგ არგუმენტი მე გეტყვი მაგის მიზეზი რა არის? ანუ ჩვენ ერთადერთი პარტია ვიყავით, რომელიც ცდილობდა ადამიანებისთვის აეხსნა მიზეზები, რის გამოც შეიძლება ეკონომიკა წინ წავიდეს ან უკან წავიდეს. ну ეს არის მაგალითად ის რომ რეგულირებები შეამცირო, გადასახადები დააკლო, თავისუფალი გარემო შექმნა, რომ ადამიანებს არ ეშინოდეს, კონდეს თავისუფალი სასამართლო და ქონდა კონკრეტული რეცეპტები, რომ როგორ უნდა გააკეთო თითოეული მათგანი. ასე. და ამაზე პასუხად სულ ღებულობდით, რომ რა დროს ეგ არის, ჩვენ ხო რაღაცა ჩელიაბინსკში ვიღვიძებთ. ესმით? და ანუ იცით როგორ არის, რომ თუ კითხვაზე პასუხია, რომ შენ უნდა უპასუხო როგორ გამდიდრდეთ, მაშინ ანუ ეს თუ ეს კითხვა ისმის შენ თუ პასუხობ რა დროს ეგ არის ჩვენ ხო ჩელიაბინსკში ვიღვიძებთ ეს არ არის დამაჯერებელი პასუხი იმიტომ რომ რა თქმა უნდა აი მაგალითისთვის მარტივად თუნდაც ნაცებს ხო შეეძლოთ ამ შემთხვევაში ეთქვათ რომ ჩვენ ვიცით ეკონომიკის გაზრდა როგორ ხდება იმიტომ რომ ჩვენ ყავდა ბენდუქიძე რომელმაც ეს გააკეთა მაგრამ ამ მემკვიდრეობაზე ხო საერთოდ უარი ითქვა ამ წინასაარჩევნოდ ბენდუქიძე არც კი ყოფილა იყო შემოთავაზება რომ თითქოს ეკონომიკის ზრდისთვის აუცილებელი და საკმარისი არის რომ ბიზნესა წავიდეს მოსკოვში და ავყავდებით და ამ მიზეზ შედეგობრივი კავშირის პოვნა ადამიანებს გაუჭირდებათ იმიტომ რომ შენ თუ არც თავაზობ აი მისმერი რომ ბიზნესა წავა მოსკოვში შენ აქ რას გააკეთებ რომელიც ეკონომიკას ააყვავებს უბრალოდ რომ ვიღაც ერთი ადამიანი სადღაც წავიდა ამის გამო ეკონომიკა წინ ხო ვერ წავა შეიძლება უარესი მოვიდეს აქ
და ვთქვათ ახალი რეგულირება შემოიღოს, ახალი შეზღუდვა შემოიღოს, რომელიმე პარტიის, გარდა ჩვენი პარტიის პროგრამაში ხო არ ყოფილა, რომ ჩვენ შევამსუბუქებთ რეგულირებებს, დავაკლებთ გადასახადებს, გავაკეთებთ ამნისტიას. ესენი ხო არ ყოფილა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანებად ან სასამართლოს რეფორმას ჩავატარებთ ისე, რომ ჩვენ არ დავნიშნავთ მოსამართლეებს. არავის არ უთქვავს ეგ. ხო, ეს ხო არავის არ უთქვა. ამას ღიად ამბობს ყველა. ანუ ღიად ამბობს, რომ ჩვენ დავნიშნავთ კარგ მოსამართლეებს. NGO-ები დანიშნავენ კარგ მოსამართლეებს, ვიღაცა დანიშნავს კარგ მოსამართლეებს, ასე დანიშნავს მოსამართლეებს და ეს ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ მიზეზშედეგობრივ კავშირს არ აჩვენებს მოსახლეობას და არც უნდა აჩვენოს, იმიტომ რომ არც არის. აი არჩევნებზე ხმას რატო არ გაძლევთ? ჩემი აზრით ამ არჩევნებზე გაიმარჯვა იმ ნარატივმა, რომელშიც ჩვენ არ ვიყავით. ეს ნარატივი, ანუ ჩვენი ნარატივი იყო, როგორ განავითაროთ ქვეყანა, როგორ გავზარდოთ ეკონომიკა, როგორ შევამსუბუქოთ რეგულაციები, როგორ შევცვალოთ სასამართლო. მაგრამ წინასაარჩევნო ნარატივი იყო, როგორ არ შევიდეთ რუსეთში, როგორ არ გავიღვიძოთ ჩელიაბინსკში. და მთელი ეს, ანუ ადამიანების, მე ვთქვი კიდეც არჩევნების მეორე დღეს, როცა იძახდნენ ჩემი კოლეგები, რომ არჩევნები გაყავდა და ასე შემდეგო. მე ვთქვი, რომ არჩევნები გაყავდა ისე, რომ ადამიანების ისე კი არა, რომ რაღაცა ჩაყარა, არამედ იმითი, რომ ადამიანების ტვინში შექმნეს არასწორი მატრიცა. ადამიანებს დააჯერეს, რომ თითქოს ეს არჩევნები იყო ჩელიაბინსკში შესასვლელ არ შესასვლელი არჩევნები. და არა არჩევნები, სადაც ჩვენ უნდა შეგვეცვალა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ვექტორი. ზოგადად არჩევნები სამყაროში ქვეყანაში არ ტარდება საგანგებო მდგომარეობაში. აი, ომი თუ აქვს ქვეყანაში. ხო, როგორც უკრაინაში არ ტარდება, იმიტომ რომ ამ დროს იგულისხმება, რომ საზოგადოება ვერ მიიღებს გააზრებო შიშით მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს სწორი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა. და ჩვენ ყველაფერი გააკეთა ორივე მხარემ, რომელსაც ჰქონდა რესურსები. ანუ პირველი არის რესურსების ამბავი, რა, ჩვენი რესურსები უბრალოდ არ დარდება რა მოწინააღმდეგის რესურსებს. ჩათვალე რომ 100-ჯერ მეცხარჯავს, ანუ 100-ჯერ მეცხარჯავს მოწინააღმდეგე. და ამ რესურსებით მათ მოახერხეს ის, რომ არჩევნები ჩავატარეთ საგანგებო მდგომარეობაში. ოღონდ ამ საგანგებო მდგომარეობის მიღებაში ქვეყანაში მიიღო ყველა მხარემ მონაწილეობა ჩვენსგან. ჩვენ ვიცინოდით მარტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ყველა იგინებოდა და ყველა ჩხუბობდა. ყველას ომი ხონდა გამოცხადებული და ფაქტობრივად მოსახლეობას გადაწყვეტილება მივაღებინეთ, აი გამოცხადებული საომარი მდგომარეობის დროს. და საომარი მდგომარეობის დროს მიღებული გადაწყვეტილება ასეთია, როგორიც არის. არ წევს ტემპერატურას დაბლა. მთავრობა აირჩიეს და ეხლა რო გადაგელახა შენ აი მაგ შემთხვევაში ხო შეხვიდოდი პარლამენტში თუ იცით როგორ აი გეტყვით ახლა ჩვენ ამასთან დაკავშირებით პასუხი არ გვქონდა და გეტყვით გულწრფელად რას ვფიქრობ ანუ პასუხი არ გვქონდა და არჩევნების მე ერთ კვირაში არჩევნებიდან ჩვენს შიგნით მოვაწყოთ დებატი სადაც ვახო და სანდრო იყვნენ იმ აზრზე რომ შესასვლელია პარლამენტში. ჩვენ არ ვიყავით პარლამენტში შესულება. მოდი ვთქვით, რომ გვაქვს თავისუფლება ვილაპარაკოთ, არ ვართ რა პარლამენტში და ვერ შევალთ, მაგრამ რო ხო, არაფერს არ კარგავთ, მაგრამ მოდი დავუშვათ, გავაკეთოთ დაშვება, რომ ვართ ახლა პარლამენტში შესულები და რას ვიზამდით. მე ვიყავი იმ პოზიციაზე, სადაც ვამბობდი, რომ მოდი არ ვიჩქაროთ. და არ ვიჩქარებდი, ამ წუთას არ შევიდოდი რა, ამას ვამბობდი. სანდრო და ვახო იძახდნენ, რომ შესასვლელია პარლამენტში. მე ვთქვით, რომ თან ჩავატარეთ გამოკითხვა ამ დებატების დროს, რომ მოდი ხალხს კითხოთ რა, ანუ ჩვენ თუ ვერ შევთანხმდით ხალხს კითხოთ და ხალხი როგორც გადაწყვეტს, მოდი ჩავთვალოთ, რომ ისე მოვიქცეოდით. ხალხმა გადაწყვიტა ჩემს სასარგებლოდ. არაო თქვა. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან რო უყურებ, ვუშვებ, რომ ვწდებოდი. და ის ხალხიც ვწდებოდა და პარლამენტში შესასვლელი იყო. მე ვფიქრობ, რომ უნდა შესულიყო. იმიტომ რომ უბრალოდ იმ წუთას ვერ შევიდოდით და შეიძლება გარეთ დარჩენილი ყავით. ემოციური ფონი იყო, რაღაცა იყო, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან რო უყურებ, ვფიქრობ, რომ მე ხო არ უნდა გადავიდე ჩემი მეგობრების აზრზე. იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში ისეთი გიჟური კანონების მიღება ხდება ახლა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, იქნება სხვა თვალსაზრისით, 70 ოპოზიციონერი თუ 65 რამდენიც იყო, იქ რო ყოფილიყო, ამის მიღება ვერ მოხდებოდა. ანუ ჩვენ 4 კაცმა ჯარის კანონს 9 თვე ვაჩერებდით და მაინც არ მივაღებიეთ ხოცებს ისე, როგორც უნდათ რომ მიიღოთ. და იქ რო 60 კაცი ყოფილიყო, ჩემი აზრით, ოღონდ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამათ 60 კაცი არ ეს 60 დეპუტატი ვინც ეწერა, ის 60 კაცი არ იყო. ანუ ისინი იმათ ვერ ჩათვლი 60 კაცად. იმიტომ რომ სია აი ამ ბრძოლის ფარგლებში არ დაწერილა ისე რომ დეპუტატები შესულიყვნენ პარლამენტში. შევიდნენ მებრძოლები. ანუ აი მებრძოლები, რომლებიც გამოგადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენ გამარჯვებული ხარ. ჩვენ დავწერეთ მაგალითად წაგების სია. პირველი რო გვეწერა, პირველი ჩვენი ათეული იყო წაგების ათეული. ანუ რო წავაგოთ არჩევნები, გვჭირდება კვალიფიციური ხალხი, რომელიც ის ჩემთვის სანდო ადამიანი კი არ არის, რაღაცა რასაც ვეთქვი, მწვანეს კი არ დააჭერს, თავისი ტვინით მოძრაობს. და მამეთ მეხმარება ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ შენ თუ წაგებული შედიხარ იქ, თითის დამჭერების შესვლა კატასტროფაა, იმიტომ რომ ვერ გაუწევ წინააღმდეგობას ვერავის. თითის გამწევი შენ ვერ გიწევ წინააღმდეგობას და სხვას როგორ გაუწევს? არა, ხო, მაგრამ ეხლა მე მაგალითად როგორ უყურებ, ეხლა პარლამენტში ყოფნას, რა ქვია, ოპოზიციური და პოზიციური, რა ქვია, პარტიებით რა.
მე ესე უყურებთ რომ აი ხა წელან რო თქვი რომ ისე მაინც არ მივაღებინეთ ეს რა ქვია ნიშნის მოგებით არის თუ უბრალოდ ეს საერთო საქმისთვის კარგი გამოვიდა არა კაცო კი გესმის კითხვა მესმის ანუ იცით როგორ არის ნიშნის მოგებით ახლა რავი არ გაგვიმარჯვია ჩვენ და ნიშნის მოსაგები არაფერი არ გვჭირს არა იმიტომ რომ მაინც მე სიამაყით ვამბობ ჩემ გაგებით სიამაყით ვამბობ რომ 4 კაცმა სინამდვილეში შევძელით გვეჩვენებინა რა იყო პარლამენტარიზმი და ეს რო გაეკეთებინა 60 კაცს ყველა დაინახავდა რომ ქოცებს ვერ გააქვთ ესე კანონები მოკლედ პოლიტიკურ პოლიტიკურ პარტიებზე ვისაუბრეთ თან და მე ვფიქრობ რომ ხა უკვე კონკრეტულ პოლიტიკოსებზე უნდა გადავიდეთ კი და მე მაგას რუბრიკებს მომზადებული რუბრიკა რა ეგეთი ვინ გახსენდება სიტყვაზე რა ან წინადადებაზე რა პოლიტიკოსი მაგაში რა არ ვიყო ძლიერი მაგრამ ვცდი აი ძალიან ისეთია სახალისოა კაი პოლიტიკოსია მაგრამ ზარმაცი აი პოლიტიკოსია და მაგრამ ეს ჩვენ ვართ აშკარად ჩვენ ვართ კარგი პოლიტიკოსი კაი ანუ ყველა მოიაზრებით თუ კონკრეტულად რომელიმე არის აი ჩვენ თავზე ავიღებ კაი გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო აი ეგეთი პოლიტიკოსი ვინ არის ვისა ითქმებოდა გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო აი მიშა გაჭირვებული კაცი ხეში გზომ კაცი იტყვიან საქართველოს გაჭირვებულია ბატონო ენატკბილად მოუბარი ენატკბილად მოუბარი ეს ჩვენ არ ვართ აშკარად თქვენ პარტიაზე არა ეს ჩვენ არ ვართ შეიძლება ერთი კონკრეტული ან შეიძლება ხარტბროდ არ გალაპარაკებენ არა ეს რომელიმე აი რა ვიცი გიგი წერეთელი იყოს გიგი წერეთელი კი ბატონო კუმფეხი გამოყო მეც ნახირაო ხო? კუმფეხი გამოყო, არ ვიცი, კუმფეხი გამოყო. აი უცებ რაღაცა ხდება და ამას აქ რა უნდა? ამას რა უნდა? საიდან გამოჩნდა ეს? აი ეგეთი ვინმე თუ არა? ეს ცოცხალია კი? ან რაღაცა. ალტინფო არ ვიცი. კაი, უესტა გინცინ მოუჯვი გინდუკა. ასრი რო არა. რაც კიდე ელაპარაკი, აი ვინ არის? ეგეთი. აუ ნაცები იყოს. კაი, არ ამკითხე მოამბე? არა, ქართული მედია. ქართული მედია მთლიანად. ნუ, გამონაკლისები ყველგან არსებობენ, ისინი უბრალოდ წესს ადასტურებენ. არ ვიცი რა ყველა შეეხოს. მოკლედ, არის ეგეთი რუბრიკა, ეხლა თან წინა რუბრიკასთან ძალიან ახლოს არის. უნდა ავაწყოთ საუკეთესო პოლიტიკოსი რამდენიმე კრიტერიუმით. აი აქ მაინც ფეხბურთი ახლა გიყვარს ვიცი და ფეხბურთელებს ვაწყობ ხა მარცხენა ფეხი იმის და რაღაცა. ოღონდ ცოტა სხვა კრიტერიუმებია რა. აი პირველი მაგალითად ვისი განათლება უნდა ქონდეს საუკეთესო პოლიტიკოსს საქართველოში? რომელი პოლიტიკოსის? ქართველის ხო. ვახო მეგრელიშვილის განათლება. პატრიოტიზმი? ნუ ეს ჩვენზე ლაპარაკობ, ესე გირჩევ. ჩვენ გამინაწილებთ ამას. პატრიოტიზმი თქვენი. არა, ნუ ხა ეს უხერხულია ჩვენ თავზე ვილაპარაკოთ ამდენი, ამიტომ მიჭირს პასუხისგაცემა. მე თქვენ თუ მეტყვით სავარაუდო კანდიდატებს, გეტყვით კი ან არას. ანუ გამოდის, რომ საუკეთესო პოლიტიკოსი პატრიოტიზმი არ იქნება. ორი ვარიანტია. გრიგოლ გეგელია. იაგო ხვიჩია, რომელიც არის გრიგოლ გეგელია. პატრიოტიზმი. გრიგოლ გეგელიას პატრიოტიზმი. კარგი. მაგრამ ჩავსვი. არა, რატო გამახსენდა, იცი, ვახო მეგრელიშვილთან ერთად რო არის გრიგოლ გეგელია, მაგაზე ვამბობ. მაშინ აი ზუსტად ეგ დაჭდა ეგრე. მეტყველება მე მგონი პოლიტიკოსებს კაკრასაი თუ რამე უარგად ლაპარაკი ყველა მიცის. მაგრამ შინაარსობრივად ვიღაც ლაპარაკობს არა ეს კონკრეტულად მეტყველება არ ვიცი, დავიბენი. ისე ფეხბურთზე მკითხე და მან კი პასუხი. კაი, მაშინ რომელი ფეხბურთელის გარეგნობა უნდა ქონდეს საუკეთესო პოლიტიკოსი? არა, მართლა რომელი გარეგნობა პოლიტიკოსი გარეგნობა ძალიან ისეთია ეკრანზე რო ჩანს პოლიტიკოსი რა, გარეგნობის მიხედვით ბევრი ვიღაცა აფასებს რა და ვისი გარეგნობა იქნება პოლიტიკოსისთვის საუკეთესო? აი ეს გაუშვათ უცხოელებთან. ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოში. ხვიჩა კვარაცხელიას ის რო კონდეს? ეხლა ამაზე დაგვიწერენ რომ კვარაცხელიას პოლიტიკაში მიყავს იაგოს და რაღაცე. არა, მაგრამ ნუ ახლა თუ იმას შვებით რა ქვია რომ ხალხისთვის მოსაწონი პოლიტიკოსი სახით უნდა შევარჩიოთ და თან ფეხბურთელის სახით, ქართველი ფეხბურთელის სახით უნდა შევარჩიოთ. და ხვიჩა კვარაცხელიას. კარგი. კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარი ვის აქვს საუკეთესო პოლიტიკაში, რომ აი იმის
უნარი გადავცეთ საუკეთესო პოლიტიკოს. ბიძინას. ნუ ის იმარჯვებს ახლა ბოლო პერიოდის განმავლობაში კრიტიკული მის მიხედავთ. ფაქტია რომ ის მართავს. კარგი და გულწრფელობა და სიალალე, აი ძალიან ალალი როა, ეგეთი ის რომ მოდის, ვაი. რა ალალია, ეს რა ალალია. რა ალალი პოლიტიკოსი, აი. რა ალალი. აი ეგეთი ვინ არის რომ მივანიჭოთ საუკეთესო პოლიტიკოსის ეს ალალი არა ჩვენს პროფესიაში ალალი ხალხი არ მოძრაობს. მეც ეგრე ვფიქრობ, ის უნდა იყოს თუ არა ალალი, აი ზოგადად. არ ვიცი, გააჩნია ახლა ალალს რას გულისხმობ. თუ გულისხმობ, რომ გულუბრყვილო უნდა იყოს ვიღაცა, არ ვიცი. მე მგონი არც არსებობს. მე მგონი გამოგვივიდა საუკეთესო პოლიტიკოსის ვერსია? ხო. არა, კარგი ის არის კი რამოდენად. ხუჩა ყვარაცხელიას სახით და მიცემდი ხმას შენ ახლა ამ პოლიტიკოს? იაგო, შენ თუ მიცემდი ხმას ამ პოლიტიკოს? ჯერ მარტო გარეგნობით მიცემდი ხუჩა ყვარაცხელიას. არა, სინამდვილეში მე პოლიტიკოს არც ერთი ამ ნიშნით არ მიცემდი ხმას, მე მიცემდი პოლიტიკოს იმის ერთადერთი ნიშნით რა უნდა მას გულწრფელად. და შეიძლება არც ერთი ეს ნიშანი არ კონდეს, მაგრამ ვიცოდე რომ რაღაცა უნდა. და ეს უნდა და ეს იგივეა რაც მე მინდა ხას მაგას მიცემდი. მიუხედავად იმისა, მე თავის თავზე ვარ ვინმე. გასაგები. კაი, მოდი ახლა ცოტა ხანი პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ და სპორტული და არა მარტო სპორტული, ზოგადი თამაში გვაქვს 30 წამში ვინმეც ჩამოთვლის. ესე ქვია თამაში. ამ შემთხვევაში თქვენ და გიგა იქნებით ერთი გუნდი, მე და თორნიკა ერთი გუნდი, როგორც ვხედავთ მოკლედ და ჩვენმა მეგობრებმა მოგვიმზადეს შეკითხვები, რომელიც ჩვენც არ ვიცით და აი აქ უნდა ანუ აუქციონის პონტია რა, დაახლოებით. აი აქ უნდა იყოს და ესე სათითაოდ ამოვიღებ, დავიკითხავთ, შეიძლება იყოს 30 წამში ვინმეთ თქვათ გირჩის პოლიტიკოს ჩამოთვლის. მოკლედ ამოვიღებ ხა მე პირველს წავიკითხავ და მოდი ნახოთ. დროს ვინი ნიშნავს? მე. ჩამოთვალეთ წიგნები, რომელსაც ავტორი ქალი ყავს. 30 წამში წესით 5 უნდა ჩამოთვალო. რა შეიძლება შემეშალოს, მაგრამ 6 ვერ ჩამოვთვლით თორნიკე, ერთი ჩემი. კაი, ნუ გაფიქრობთ ახლა, ნუ ითვლი, იმაშები. კაი, ჩამოთვალეთ 5. 5. აინ რენდის შემოქმედება. ჩვენ ცოცხლები ატლანტმა მხრები გაშალა. პირველ წყარო ჰიმნი 5-ია, ხო? და ნუ ანა კალანდაძის ლექსები. აი მაგის ეგრე ვიქნებოდი მე 6-ზე და მაგით ეგ მე მქონდა მოფიქრებული. კაი, 1-0, მეც კი ვიცოდი უბრალოდ დაუწმე ხარ. სტუმარია, არა, სწორი იყო, მართლა სტუმარია და კი ბატონო. კაი, გადავიდეთ მეორე წავიკითხოთ, ხო? ჩამოთვალეთ გუნდის კაპიტნები, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს. გუნდის კაპიტნები, თქვენ რა ის თქვენ გეხებათ თუ ჩვენც ვართ ახლა? არა, ორივე ისევ ბრძოლა მიდის რა, ვინამდე. ისევ 5. ვერ გუნდის კაპიტნები რა? მსოფლიო ჩემპიონატი ნაკრების კაპიტნი. ოკეი, გავიგე. შეიძლება 10-იც იყოს. 10? კი, წესით ყველა უნდა ჩამოთვალო. 10-ვე ყველა? ნუ თითქმის. მე რა მსოფლიოსაც იმას ვქენი რა ქვია, მოვესწარი. ყველა ვიცი. მაგრამ უბრალოდ იაგო მიგებს იმაში, ჩემს დიდია. არ უბრალოდ სიტყვი. აი, რამდენიც? ბიჭო, 5-ს ვიტყვით ალბათ, კი, ვიტყვით. 10 ბევრი ხო არა? 5 თუ ვიტყვი, აი რა. 10? ნო. აი 10 თუ ვიტყვი, ვერ გეწინააღმდეგებით 11 ჩვენ. აი, ჩამოთვლი. ოღონდ 30 წამში რომ ვერ მოვასწრო, იმიტომ რომ 10 ვერ ჩამოთვალო და დავფიქრდე, მაგრამ ვეცდები რა, 10 ჩამოთვალო. 36 წამში. პირველ ვიტყვი და მე გავყევი. დავაი, მიდი. დავიწყეთ. მესი. ლორის. ფილიპ ლამი. 2010-ის კასილასი, 2006-ის მსოფლიო ჩემპიონი იტალია. კანავარო არის ხო? იტალიის პირლო იყო თუ არ არის? პირლო არ იყო. კანავარო იყო, მინდი გაგზით. კანავარო იყო, კი, კანავარო იყო. კანავარო ზამენის კაცი იყო და ამიტომ არა, კანავარო მაწია 1000 უაჭოლად მახსოვს, კი. ანუ ხო, ოკეი, კანავარო 2002 ბრაზილია კაფუ 98 საფრანგეთი ლორან ბლანი 94 ბრაზილია რეიმოვიდა კაპიტნად პირველად და მე თუ არ ვწდები დუნგამ გადაიბარა 90 წელი გერმანია მათეუსია კაპიტანი თუ ეფენბერგი
არა, მე თვითონ რა უნდა იმ დროს. ან მათეუსი ისე თქვი რა ვითომ. 86 მარადონა. 82-ში როსი არ არის კაპიტანი ვინ არის? ვერ გავიხსენებ, ახლა დროს დავკარგავ. 78 კემპეს პასარელა, 74 ბეკენბაუერი, 70 პელე. დაიბადე დედა ჩემი 70-ში. პელე 60 რაც იცოდა თქვა. 6 რაც იცოდა თქვა. 66-ში ჩალტონი თუ ჰერცი არ მახსოვს. 62-ში ბრაზილიის კაპიტანი სანტოსი. 58 თუ არ ვცდები დიდი. 54 თუ არ ვცდები ზელერი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ზელერი. 50 ობდულიო ვარელა. ვერ ვეწინააღმდეგები. 38 და 34 იტალიაა და მეაცა არის თუ არ ვცდები. ჯუზეპე მეაცა. ხო და 1930 წელი ურუგვაი. კაი, ურუგვაის ეხა თუ გახსოვს, აი. არა, მახსოვს კაცო როგორ კუბილასი. ბრავო. ამდენ შემეშალა არ ვიცი რა 10 სწორი იქნება აქედან ჩემი აზრით. არა, ეგა ძალიან ანუ ძალიან დიდი გულშემატკივარი. ერთიდერთი გათანავს. არა, ჩავთვალოთ ხო ორიგინალური. სიმართლე რო გითხრათ, ანუ ბევრი მსმენია რომ ფეხბურთში კარგად ერკვევით, მაგრამ ესე კარგად მართლა არ ველოდ. იმიტომ რომ მეგონა რომ ვერ ყვევით. არ გონა ბევრმა იცოდეს საქართველოში ეგრე, ის რა ქვია, კაპიტნები მიყოლებით სოფლიოს მოგებული. ბომბარდირებით ვიცი და ბომბარდირე. ეხა შემდეგ იცი რა მაინტერესებს? პირიქით იქიდან რომ გამოყვეთ ესე შეგიძლია? იქიდან უფრო ადვილია რა. ანუ მაინც ეგეც არა მე გაუცოლე აქედან დავიწყებ მესი. არა, გიგა ძალიან მიეხმარა სხვა. კი, გიგა ჩაერთო ძალიან საინტერესო. კი. აი, შემდეგი შეკითხვა. 10-დან 2 მე ვთქვით, ნო. 3 ვთქვით. შემდეგი შეკითხვა, აბა მოდი ნახოთ. რამდენ საბავშვო ქუჩურ თამაშს ჩამოთვლით, მაგალითად კლასობანა? კლასობანა 1. რავი, 3. 3, 4. აი შენ ჩამოთვალე ეგ. 4. აი 4 შენ ჩამოთვლით რა. 5. ბიჭო, 2 თქვენ გამოიცანით და ჩამოთვლით 4-ს. ჩამოთვალე, მე არ ვიცი. 4? ხო. მიდია, ხა. ბაზარი არა. ბაზარი. კაი, დაიწყო. დავიწყეთ. კლასობანა, 1. წრეში ბურთი, წრეში ბურთი, შვიდქვაობანა, ჯოკერი. ჯოკერი. ქუჩაში არ გითამაშია? საბავშვო თამაში ჯოკერი არა. კურდობანა და პოლიციელობანა თუ რაღაც არა. ის რა ორდროშობანა. ორდროშობანა. კი ბატონო, ჩამოთვალეთ. დამალობანა თქვით? დამალობანა. აუ, დამალობანა დავშოვდით სულ ხო? არა უშავს მაინც. კაი, 2-1. 2-1. კაი, მიდი შემდეგ. სხვათა შორის ძალიან რთული ქულა ავიღეთ. არა, ძალიან რთული ქულა იყო. ჩამოთვალეთ ფეხბურთელები, რომლებსაც მესის წინააღმდეგ უთამაშია. 30 წამში ამდენ ჩამოთვლით? 30 სიტყვი? რავი, რეალის ფეხბურთელს ვიტყვი. ეგრევე ჩამოთვლით. ყველას და ეგ არის. კაი, რამდენ ჩამოთვლით? 20. კაი, შენ რამდენს მოასწრო? ბიჭო, 21. კაი, მიდი. 21. 21. კაი, მიდი, მერე. აუ, მოიც მესის წინააღმდეგ? ხო. რავი. მიდი. 21. მესის ამდენ ყველას თამაშია, ვინც გაგახსენდება და მის გუნდში არა. 1, 2, წავიდა. აუ, სკოულზი. რონალდო. გიქსი. კასილასი. ევრა. ვაიმე. ჯონტერი. ჯონტერი. კამბიასო. კაუ მიყევი, ეხა ეგრევე კამბიასო, ზანეტი, ის რა ქვია, მილიტაო, პეპე, კურტუა, რონალდუ, ბენზემა, იგუაინი, ის რა ქვია, მოდრიჩი, კროუსი, კოვაჩიჩი. პეპე ვთქვი, ეხა გადავა ატლეტიკო მადრიდი. აგუერო, ის რა ქვია, ქვემოთ ვინ ყავდათ ისინი რო გრიზმანი. გრიზმანთან ანთამაშყებს. კოკე. ჟალკო, კოკე. გავი, ის რა ქვია, გავი ოღონდ იმათ რო ყავდათ. გავი. დრო. მოვასწრეთ. არა, კარგად ჩამოთვალე. ჩამოთვლიდნენ რა ესე. ხო რა. არა. კაი. კაც რო უთხრა ვერ ჩამოთვალე, შეურაცხყოფა. უბრალოდ აი დრო რო ინიშნება და რაღაცა მე ძალიან იბნევი რა, ხო ხდება. ხო, კი. ხო, რამდენი ჩამოთვალე? კაი, 2-2. ისე ზიდანი და რობერტო კარლოსი როგორ გამორჩა? ხო, ზიდანი და რობერტო, მაგრამ ჟალკო თქვი. აი, შემდეგი. ჩამოთვალეთ ცნობილი ადამიანები, რომლებსაც სახელი და გვარი ერთი და იგივე ასოზე ეწყება. სახელი და გვარი? სახელიც და გვარიც, ხო? მე რომ მოვიგო, ცნობილი უნდა იყოს? ცნობილი, ხო? ახლა 30 წამში ვერ მოვიფიქრებ მაგას. ანუ ერთი გაანალიზება ჭირდება. 5.
რას მიაგენი? რა? 5? ხა. კაი, ჩამოთვალ, ვერ 5-ს როგორ უნდა ჩამოთვალ? ერთი და იგივე ასოზე იწყება. სახელიც და გვარიც. ხო. 5 აი გაგახსნა ხა მე რო უკვე. იყო თორნიკე თარხნიშვილი, ან თორნიკე რაღაცა ეგეთი. აი, მიდი 5-6 თქვით, ხა მარტივი. არა, 6 არა, რა არის მარტივი, არ არის მარტივი, მიდი. არ არის მარტივი, ჩამოთვალე. არ მგონია რომ 5 ჩამოთვალე. 5 ჩამოთვალო? ხო, მიდი. დამინიშნე. ბიჭო. რა ამბიციურია? არა, ხო, მართლა ვერ ხვდები 5 ეგრევე როგორ მოგაფიქრდათ, ა? წავიდა. ჯანეტ ჯექსონ. ჯონ ჯონსი. გოგიტა გოგიძე. გოგიტა გოგუა. გოგუა. გოგიტა გოგიძე ის გოგიძე, შენ არ წახვიდი არ დამტოვო. აა, ხო და გოგიტა გოგუაც ხო იყო ფეხბურთელი. გიორგი გაბუნია. აა, და მეორივე. ორი გიორგი გაბუნია. კაი, მოიცადე, არა. არა და ვერ ასწრებ მაშინ. გოგიტა გოგუა თქვი. წააგე? წავაგე. მეორეს არ ვამბობ. ერთად არ მოიხსენია. ხო, ერთად არ მოუს. კაი, წააგე. არა და მარტივი იყო, ხა ჩამოვთვლი. რამდენ ქართულ ხალხურ კომპოზიციას ჩამოთვლით? 5 ხა. 5. 6 ვერ ვიტყვით? აუ, 6 როგორ ვერ ვიტყვით რა. ხო გვიმღერია. კი კაცო. 6. მე ვერ დავდებ თავს, თქვენ პროფესიონალები ყოფილიყავ. არა, ნუ ხა ეგრე შეიძლება. არა, ერთად ღერი ვარ ხოლმე და იცი სიმანაც. მაშინ შენ. არა, მე შენი მეწევა. არ დავაცალოთ ხალხს. კაი, ვიცი. უნდა წესი რა დავუნიშნოთ დრო. ხო, აი შენ შენ და დაგინიშნავ დროს. სო. მე დაგინიშნავ დროს, აგერ არის. მართლა მაგ ორი. მრავალჟამიერს მე ვიტყვი და მე დაიწყე. გარეკახური მრავალჟამიერი? კაი, აი ნახე. აგერ არის მიდი. 1 2 და წავიდა. მრავალჟამიერი. გარეკახური მრავალჟამიერი? ეს არის თლება. ეს არის. რატო გარეკახური? არა. აი, არ გვიდა, არ ჩაკრულო. ჩაკრულო, კი ბატონო. კეკელა და მარო? აუ, ისა რა ქვია? კრიმანჭული? შენ ხარ ვენახი. შენ ხარ ვენახი კრიმანჭული? ერთი გვინდა თუ ორი? 2 ორი გინდა. ბიჭო, რა ერთხვა საკეიფო? საკეიფო. წავაგე. დაიგვიანეს და ბინდისფერია. ხო, ბინდისფერია და დაიგვიანა და კეკელა და მარო თქვი. აუ, ბიჭო, მე გახსენდება რა, თორე ვიცი ახლა ეგ. საიტში ხაზაცდელია. რულია. ან კაი თამაში იყო, ვიხალისეთ. კი, გავერთეთ და მე მგონი დრო მოვიდა რომ ნაჯახ შეკითხვებზე გადავიდეთ მაშინ. უკვე ბოლოსკენ წავიდეთ ნაჯახი შეკითხები და სად არის თორნიკე ნაჯახ შეკითხვები? კლასობანი. ამოიღებთ თქვენ თქინა თანმიმდევრობით როგორც გენებოთ სათითაოდ შეკითხვებს შეკითხვები რომლებიც პირადად ჩვენ ვერ გკითხეთ ჩვენმა გამომწერებმა გამოგვიგზავნეს და subscriber-ებმა შეიძლება ჩვენი დაწერილიც კი არის არ გამორიცხავთ. არა, მართლა გამორიცხავთ. უბრალოდ ამოიღეთ თითო ფურცელი და პასუხეთ გულწრფელად. რამდენი უნდა მოიღო საერთოდ? აი, სულ 8 იქნება თუ არ ვთქვა. ყველას უნდა პასუხო? კი. აი ხა მაგარ წაი. პოლიტიკოსი, რომელსაც ყველაზე მეტად ვერ იტან, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებ. ყველა მიყვარს პოლიტიკოსები. შენი აზრით რატო ვერ ამბობენ სხვა ოპოზიციური პარტიები იმას, რასაც შენ ამბობ? ტრაკი არა აქვთ. ლექსი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება. ნუ გალაქტიონის ბევრი ლექსი. ერთდროულად. კიდე უნდა ეწეროს რამე მათ. მოგიყევია. არ მიყვარს ლექსის კითხვა, მაგრამ აი მე მოგიყვებით გადაცემის მერე გალაქტიონის ბევრი ლექსი კარგი ბატონო. ზურავ ჯაფარიძის გადასვლა ახალში რომელი კლუბიდან, რომელ კლუბში გადასვლას გავს? არაფერში არ წერია. არა ისე მართლა ხო არ უპასუხებდი. არა, მიპასუხე უკვე. არაფერში არ წერი. კლუბიდან კლუბში გადასვლა არ ტეხავს. იაგო ხვიჩიასთვის როგორც პოლიტიკოსისთვის ყველაზე დიდი მიღწევა რა არის? ყველაზე როგორც პოლიტიკოსისთვის? რა ვიცი, მიღწევები ჯერჯერობით წინ მაქვს. პარლამენტში სტომაზე თუ ყოფილხარ არაფხიზელ მდგომარეობაში. ჩემი პრობლემა ის არის, რომ სუფხიზელი ვარ. ზოგჯერ ჯობია. რომელიმე დაპირება მოგიტყუებია ამორჩევლისთვის? შეგნებულად არ მომიტყუებია, მაგრამ მაგალითად გქონდა დაპირება, რომ კოფეშოპს გავხსნიდი 2020 საპარლამენტო ვადის ამოწურვამდე, მაგრამ
ქვეყანა დაიქცა ამ პერიოდის განმავლობაში. ვის ქვეყანაში ეკოფიშოპი ვერ გავხსენე, ანუ მათ შორის ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო და ეგ გამომივიდა რომ ვერ შევასრულებ. მოგატყუათ ხალხო. მაგრამ ჯერ იმას არ ვამბობ რა ავასრულებ მომავალში. რა უფრო გაგიტყვა შენ რო ვერ გადალახე ბარიერი თუ ლელომ რო გადალახა ლელოს დედაცვატირე მე რო ვერ გადალახე ასე მარტივად ნაჯახი ტიპები არ ამოუწურია კაი იყო ძალიან კარგი იყო რა მოკლედ ეხა უკვე დასასრულისკენ წავიდეთ და კი. პირველ რიგში მადლობა მოვუხადოთ იაგოს ჩვენთან მოსვლისთვის ძალიან სასიამოვნო და კარგი იყო ჩვენთან საუბარი პირველად გქონდა ეს შესაძლებლობა მოკლედ ჩვენ ყავს სპონსორი არომატო და გვიგზავნოს ხოლმე სუნამოებს რომ ჩვენ ერთ-ერთ სტუმარს აარჩევინოს რომელიც უნდა იქნება მისი საჩუქარი რომელსაც შეარჩევ შენი იქნება როგორ საჩუქარი ნუ მე ისეთი მაგარი არ ვარ სუნამოებში რომ ვიდზე ხვდებოდი და ამიტომ თქვენ შემირჩიეთ თქვენი გემოვნებით მოიცადე რომელი არ მოგვეწონა არა ყველა ისეთია რა აი ამას არის ეს არ მქონია არასდროს და კი ბატონო და თუ არ ვწდები ეგ მამაკაცის სუნამო არ არის იმიტომ არ ქონია არ ქონია არასდროს მაშინ თქვენ შემირჩიეთ მე მქონია ეს არის ხო სავაჟი და შეფუთვაც ასეთი ეგრე მოთავსო და ეს არომატისგან დიდი მადლობა ასევე გვაქვს კიდე საჩუქარი ჩვენ სპონსორი ხალხი ყოფილიყო აბარა ბურგერ წერეთ ახლა ვიწყებთ ძალიან კარგი ბურგერები სამ ლოკაციაზე არის კლდანში არის საბურთალოზე არის გალერეიშიც თავისუფლებაზე ძალიან შეა გზაზე შევჭამთ ხო ვიფიქრე ხო და ეს ვაუჩერი გადმოგეცემა როგორ მოგეწონა ზოგადად ჩვენი პოდკასტი სტუმრობა რას მე ზოგადად ახალი ადამიანების გაცნობა ძალიან მაინტერესებს სასიამოვნო ადამიანების და პოდკასტი იმის მიხედვით თავი ხალხს რა მოწონს ჩვენ პოლიტიკოსები ესე უყურებთ თავი ხალხს მოწონს მადლობა დიდი სტუმრობისთვის და საჩუქრისთვის რა თქმა უნდა კაი ხარ დიდი და ბოლოს გვაქვს ხოლმე ესეთი ამბავი რომ 1 წუთი ყველაფრის შეჯამება გინდა მოწოდება რაც თქვენ გაგიხარდებათ შეგიძლიათ ჩვენს მაყურებელს მიმართოთ 1 წუთის განმავლობაში ჩვენ არ ჩავერევით კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას იმიტომ რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როცა საუბრობთ და არავინ არ გერევათ საუბრის დროს და ამიტომ 1 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ ჩვენს მაყურებელს მოკლედ ეს ჩვენი არხით გამოიყენოთ თუნდაც თქვენი მოწოდებისთვის ან შეგიძლიათ ხალხს მოუწოდოთ რომ გამომივა და ვიტყვი რომ გამოიწერეთ ეს არხი სადაც ახლა ხართ უყურებთ და დარწმუნებული ვარ სხვა ადამიანებიც ბევრ საინტერესო რამეს შემოგთავაზებენ დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა პოდკასტისთვის სულაც იყო მეგობრებო გემშვიდობებით შემდეგი სტუმრით ერთ კვირაში იუთუბერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოწერები მეგობრებო და ამიტომ თქვენთვის ერთი დაწყაპუნება გამოიწერეთ ეს კაი და პატიოსანი ხალხი კაი ხარ ძალიან დიდი მადლობა